მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. მე სოფო ლეთოდიანი ვარ. დღეს გადაცემაში ნახავთ. ჯორჯიან მანგანეზმა ჭიათურაში ყოფილ სანატორიუმ პროფილაქტორიუმს ახალი სიცოცხლე შესძინა. ზესტაფონის სფეროშენადნობდა ქარხანაში სამთო მეტალმა მორიგი საინტერესო ღონისძიება მოაწყო. რუბრიკაში პროფესიული და პიროვნული პორტრეტები ვარციხე 2005-ის მე-6 თანრიგის ზეინკალს დავით გელხვიძეს გაგაცნობთ. გამოშვების დასაწყისში გაგაცნობთ კომპანია ჯორჯიან მანგანეზის გასული კვირის წარმოების მონაცემებს. გასული კვირის განმავლობაში ვარციხე ჰესის გამომუშავებულმა სიმძლავრემ 16550 მეგავატ-საათი შეადგინა. კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა 22659 მეგავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა. ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელმა კომბინატმა 4404 ტონა მანგანუმის კონცენტრატი აწარმოა. გასული კვირის განმავლობაში ზესტაფონის სფეროშენადნობდა ქარხანამ ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატისგან 5352 ტონა მანგანუმის კონცენტრატი მიიღო. კონტრაქტორმა საწარმოებმა ჯორჯიან მანგანეზ ჯამში 3245 ტონა მანგანუმის კონცენტრატი მიაწოდეს. სფეროშენადნობდა ქარხანამ გასული კვირის განმავლობაში 3631 ტონა სილიკომანგანუმი აწარმოა. ინდუსტრიული მაცნე რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას წარმოების მონაცემების შესახებ. კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მადნის მოპოვების ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლის პროცესის პარალელურად ამ უბნებში დასაქმებული მაღაროელების მოსასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა გრძელდება. კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მადნის მოპოვების ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლის პროცესს განაგრძობს. პერევისის მაღაროს ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობის პარალელურად იქ დასაქმებული მაღაროელებისთვის მოსასვენებელი სივრცე ყოფილი სანატორიუმის მეორე სართულზე კეთილმოეწყო. ეს არის პროგრამა, რომლის ფარგლებშიაც გარემონტ და ბაზალტების უბანი და შესაბამისად მუშა პერსონალისთვის სანატორიუმის მესამე სართული. ამ ეტაპზე იგივე პროგრამის ფარგლებში გარემონტ და სანატორიუმის მეორე სართული და ასევე კეთილმოეწყო პერევისას მაღაროს მთელი მიწის ზედა მოედანი, მთელი ინფრასტრუქტურა. სამუშაოები ჩატარებულია თანამედროვე სტანდარტებით, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასე შესრულების ხარისხით. საცხოვრებელი ოთახები გათვალისწინებულია 44 ადამიანზე. მადნის მოპოვების პროცესი თანამედროვე სტანდარტებით პერევისის მაღაროზე მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან მიმდინარეობს. აქ მომუშავე მაღაროელები სამუშაო ცვლის დასრულების შემდეგ მათთვის განკუთვნილ მოსასვენებელ კომპლექსში მიდიან. მათ განკარგულებაში 11 საცხოვრებელი ოთახი, სველი წერტილები, სამზარეულო და მოსასვენებელი ოთახია. არის ინტერნეტი, ტელევიზია და მოყვარულთათვის მაგიდის ჩოგბურთი. მაღაროელებს საშუალება აქვთ დასვენების საათები სურვილისამებრ გამოიყენონ. თავისებური დრო და თავისებური მიდგომა უნდა, იმიტომ რომ ჩემი სამსახური განსაკუთრებულია, ამ ფეთქებელი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სამსახურს დავასრულებ და მოვდივართ აქ, ძირითადად ზუსტად შესაფერისი პირობა არის ყველაფერი მუშაკაცისთვის, მიუხედავად იმისა, ოჯახსა ვართ მოცილებული, აი განსაკუთრებულად ამ პირობებისთვის ჩვენთვის არის ეს პირობები შექმნილი აქ. მათ ემსახურებათ ორი დამლაგებელი ყოველდღიურად. პირობებს ხედავთ, როგორიც არის სისუფთავე, არის სველი წერტილები მოწესრიგებული, ცხელი წყალი, ცივი, ყველაფერი პირობები აქვთ, ისე რომ აქ მოსულმა ადამიანმა დაისვენოს არავითარი ხმაური არ არის, როცა ხალხს ძინავს. დილის 8 ნახევარზე ვაღვიძებთ, 9-15 წუთზე გადის ერთი ვახტა, მეორე შემოდის 10-15 წუთი, 10 საათზე უკვე აბანოში არიან, შემდეგ სასადილოში და ისვენებენ. ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელთა კვებაზე შეფ მზარეული ფრიდონ ხვედელიძე დამხმარეებთან ერთად ზრუნავს. ყოველდღიური მენიუ აქ მაღაროელებთან შეთანხმებით დგება. გარდა სამჯერადი კვების ამზარეულები მათ მაღაროზე წასაღებ ულუფას უმზადებენ. ყოველდღიური მენიუ არის
ხორცეული საჭმელი არის, ქაშეული არის, კაკაო, ჩაი, მაწონი, რძე, ყველი ახალ-ახალი მოდის და ყველაფერი. კიტრი, პომიდორი, ჟავილობას, ყველაფერი, ჯაროხი მოდის, მაიონეზი მოდის, ყველანაირი პროდუქტი, კარაქი ახალ-ახალი მოდის. ამ ეტაპზე სამშენებლო სარემონტო სამუშაოები მოსასვენებელი კომპლექსის მეოთხე სართულზე მიმდინარეობს, სადაც ბაზალტების უბნის და პერევისის მაღაროს თანამშრომლების მეზობლად ორი ახალი კოროხნარი ერთისა და დევიძეები ერთის უბნის თანამშრომლები დაიდებენ ბინას. პირველი სამი სართული არის დასრულებული, ამჟამად იქ ცხოვრობენ მაღაროელები. ერთი კვირა არის, რაც მეოთხე სართულის დემონტაჟი დავიწყეთ, დემონტაჟი 2 დღეში დასრულდება და დაიწყება ლესვა, შენება. ეს სართული დამთავრდება დაახლოებით მარტის შუა რიცხვებში და შემდეგ ზევით ისევ გაგრძელდება სამთა სართულები. კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ყოფილი სანატორიუმის კორპუსის სრულად კეთილმოწყობას გეგმავს. სასიხარულოა, რომ ჭიათურის ისეთ სავიზიტო ბარათს, როგორიც ყოფილი სანატორიუმ პროფილაქტორიუმია, ფუნქცია უბრუნდება და ახალ სიცოცხლეს იძენს. სესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში პროფკავშირული ორგანიზაცია სამთო მეტალის მიერ ორგანიზებული ჭადრაკის ჩემპიონატი დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. მეტალურგიულ მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს შემდუღებელმა მემონტაჟემ ვახტანგ აბესაძემ ფეროშენადნობთა ქარხნის მასშტაბით ჩატარებულ საქარხნო ჩემპიონატში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა გამარჯვებულის ტიტული. ორგანიზატორებმა მას დაჯილდოების ცერემონიალზე ჩემპიონის მედალი და ფულადი პრიზი 300 ლარი გადასცეს. ჩემპიონს მიღწეული წარმატება ქარხნის დირექტორმა ვასილ გერეკა მიულოცა და აღნიშნა, რომ ის მიესალმება და მოხარულია ამ ტიპის ღონისძიების ჩატარებით. Ჭადრაკი მოაზროვნეთა თამაშია. Шахматы – это глубокий ум. Поэтому всех победителей, всех участников я поздравляю, потому что тоже когда-то играл в детстве, был чемпионом школы по шахматам, по шашкам. 5-й, то есть 6-й, 7-й, 8-й класс в школе был. Поэтому я люблю шахматы. ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა და იღბალი ჩემსკენ იყო და მე გავიმარჯვე ამ მონაწილეებს შორის. ულოცავ პრიზიორებს და ყველა მონაწილეს, ყველამ კარგად წარმოაჩინა თავი. მადლობელი ვარ ორგანიზატორების. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით მეორე და მესამე ადგილის პრიზიორებსაც შესაბამისად მედლები და ფულადი საჩუქრები გადაეცათ. საკმაოდ სერიოზული ჩემპიონატი იყო, ძალიან ბევრი ლამაზი პარტია გათამაშდა, ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო და ფაქტიურად ბოლო ტურში გადაწყდა საპრიზო ადგილზე გამსვლელთა ვიდაობა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პროფკავშირის საფთო ეტაპს და მის ხელმძღვანელს ბატონ გოგიაშვილს ასეთი რეგულარულად უკვე მეოთხე წელია ეს სტარტდება ეს ტურნირი ასეთი ორგანიზებისათვის. სამთო მეტალისაგან სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი მიიღო ასევე ჩემპიონატის ყველა მონაწილემ და პირველი საამქროს ეკონომისტმა ვახტანგ ჩუბინიცემ, რომელიც ტურნირის მიმდინარეობაზე მონიტორინგს ახორციელებდა. აღნიშნული ღონისძიება მეორე საამქროს დარბაზში სამთო მეტალის კომიტეტის მიერ ორგანიზებული კომპლექსური სოციალური პროგრამით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც საჩუქრები გადაეცათ ქარხანაში დასაქმებულ ახლად დაქორწინებულებს, მეოთხე საამქროს მდნობელს გელა ყუფარაძეს და ელექტროსაამქროს ზეინკალს ზაზა კურციგიძეს. ახალი შექმნილი ოჯახისათვის ნახდათ, რომ კარგი საჩუქარია და არასოდეს არ დამოწლოვა ესეთი დიდი საჩუქარი, რაც გამიკეთა სამთო მეტალის პროფკავშირებმა. ცნობილია, რომ სამთო მეტალი საჩუქრებს გადასცემს თანამშრომლებს არა მარტო პირველი შვილის შეძენის შემთხვევაში. ამჯერად სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა მეოთხე საამქროს ბრიგადირს შოთა თოფურიას, რომელიც 4 შვილის მამა გახდა. ძალიან მოხარული ვარ და უსურვებ მთელ საქართველოს სრულიად მომრავლებას და მოშენებას. არ აქვს მნიშვნელობა ის გოგოა თუ ბიჭია, მთავარია შვილია და ერი მრავლდება რა ვიცი. ბაჭუკეს ფულადი ჯილდო რა იცით თქვით 200 ლარის ფარგლებში და ძალიან მოხარული ვარ, დიდი მადლობა პროკავშირებს. სამახსოვრო საჩუქრის ადრესატთა შორის მოხვდა მარინა ჩიტიძეც, რომელიც ელამწის მემანქანე ერთადერთი ქალი იყო მეოთხე საამქროში. მრავალწლიანი საწარმოო მოღვაწეობის შემდეგ საპენსიო ასაკის გამო მან ვეტერანთა რიგებში გადაინაცვლა. მადლობის მეტი რამე წვით შემოგარგება. მართალია, ყველას ასე გვეკუთვნის, პენსია შეგეზრდება 65 წელი, უნდა წახვიდე. მადლობელი ვარ პროფკავშირებიდანი, დავისთავად რედაქციიდანი, რომ არ დამტოვეს უპასუხისმგებლოდ და ჩემი ნამუშევარი დაფასდა.
აღსანიშნავია, რომ სამთო მეტალი ახლა როგორც მისი თავმჯდომარე აცხადებს, მუშაობას საახალწლო ღონისძიების მოსამზადებლად დაიწყებს. ახლა ახალი წელი ახლოვდება. პირველ რიგში ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ ისეთ ოჯახებს, რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ და მოვეხმაროთ იმაში, რომ ახალი წელს შეხვდეთ თავიანთ ოჯახებში ქართულ სუფრაზე, რაც მათ ოჯახებზე მათ პატივს ეკადრებათ. ასევე გვინდა რაღაც კარნავალის მსგავსი ჩატარდეს ქარხანაში და სურვილი გვაქვს ეს გაერთიანებული იყოს მასში რაიონის სხვადასხვა დაწესებულებებით. წლის ბოლომდე სამთო მეტალი კიდევ ერთ კონკურსს მოაწყობს ფერუარდის ფარგლებში ამჯერად ხელრთვით დაინტერესებული შემოქმედი ქალბატონებისთვის. ფეროშენადნობთა ქარხანაში თანამშრომელთათვის შემოქმედებითი, სპორტული და სოციალური პროექტების განხორციელება გრძელდება. დღეს რუბრიკაში პროფესიული და პიროვნული პორტრეტები. ვარციხე 2005-ის მე-6 თანრიგის ზეინკალს დავით გელხვიძეს გაგაცნობთ. ვრცლად ჩვენი კორესპონდენტის სიუჟეტში. 35 წლის დავით გელხვიძე როგორც უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი ვარციხე 2005-ში ერთ-ერთი გამორჩეულად კვალიფიციური კადრის სტატუსის მქონე თანამშრომელია. პირველ სადგურში მის ძირითად სამუშაო უბანზე მე-6 თანრიგის ზეინკლის ნდობის რეიტინგიც საკმაოდ მაღალია. Remont სამუშაოების დროს ხშირია შემთხვევა, როდესაც სპირალურ კამერაში, გამწვავ მილში თუ მუშათვის კამერაში დათოს უწევს მუშაობა. Რა თქმა უნდა, სრული უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვით. ასე რომ ამ საკითხებში ძალიან ძვირფასი კადრია დათო ჩვენთვის. და ისეთ სამუშაოებს ვანდობ, სადაც სიზუსტე არის, სიზუსტე მოითხოვება, როგორიცაა მაგალითად სეგმენტის დარეგულირება. Ну აქ მილიმეტრის მიასედის სიზუსტით ხდება სეგმენტის დარეგულირება და ნებისყოფას მოითხოვს, რა თქმა უნდა, და პროფესიონალიზმს რა. ის მაღალ პროფესიონალური მახასიათებელი, რასაც პირველი ჰესის მენეჯერი საუბრობს, დავით გელხვიძემ საწარმოში მუშაობის დაახლოებით 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში მოიპოვა. ახალგაზრდა ზეინკალი ვარციხე 2005-ს ჯერ კიდევ იქ დასაქმებამდე გაეცნო. მაშინ დავით გელხვიძე ერთ-ერთი დამოუკიდებელი სარემონტო ბრიგადის წევრი იყო, რომელიც 2005 წელს საწარმოს მესამე სადგურში აგრეგატის რემონტზე მუშაობდა. იმ ბრიგადაში მოხდი და 2005 წელს პირველად ვიმუშავე მესამე ჰესზე აგრეგატის დაშლას. და იქიდან კვალიფიკაცია მივიღე და რა თქმა უნდა მე დამაკვირდნენ ჩემი შრომა საქმიანობა იცოდე რას მუშაობ და როცა ვითხოვე სამსახური, ამიტომ უპრობლემოდ მე ამიყვანეს სამსახურში. ენერგეტიკოსობა დავით გელხვიძისთვის შეძენილი პროფესიაა. მას თეატრალურ ქორეოგრაფიული განათლება აქვს მიღებული. ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დეკორატორთა ჯგუფში მუშაობდა. პარალელურად კი სატირისა და იუმორის თეატრის ოპერატორი იყო და ეპიზოდურ როლებშიც თამაშობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაზრდობის დროინდელი გატაცება მიატოვა და სულ სხვა გარემოში გადაინაცვლა. ვარციხე 2005-ში მან საქმეს ალღო მალე აუღო და ზეინკლის პროფესიაში საკმაოდ დახელოვნდა. ამბობს, რომ ძლიერ სპეციალისტი და გუნდში მოხვდა, რამაც მისი წინსვლა განაპირობა. ახლა მე-6 თანრიგის ზეინკალია. პროფესიული ვალდებულება მისგან და მისი კოლეგებისგან შრომის მოყვარეობასა და პასუხისმგებლობას ერთნაირად მოითხოვს. გუნდთან ერთად ყოველთვის იქ არის, სადაც ამის საჭიროება დგას. ძირითადად მუშაობთ აქ, თუ კი რამ დაზიანდება, გაფუჭდება, იმის შეკეთებებზე ნასოსებია. არის კიდევ რაღაც ყოველდღიური სამუშაოები, რაც აქ აუცილებელი საკეთებელია და იმის გარდა მუშაობთ რემონტებზე. სადაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს და ვაკეთებთ სრულყოფილად. კოლექტივი ყავს შენიერი კარგი კოლექტივი, რომლების იმედათა ვართ, რომლის გვერდშიც მუშაობის არ მეშინია და რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმის გულისთვის, რომ ყველაფერი გქონდეს წესრიგში. ენერგეტიკოსია დავითის მამაც, თუმცა უფრო დიდი შრომითი ბიოგრაფიითა და გამოცდილებით. ის ჰიდროსაამქროში 39 წელია მუშაობს, ჯერ ოპერატორი იყო, ახლა კი ოსტატის პოზიციაზეა. შემოვალეობაა, რომ ბრიგადა მიმუშაოს და დავასახმო ხალხი და ტექნიკა მიმუშაოს გამართულად. და მივიღო მონაწილეობა ტექნიკის გაფუჭების შემთხვევაში მის აღმოსაფხვრელ საქმეებზე. გელხვიძეები ვარციხელი ენერგეტიკოსების უმეტესობის მსგავსად გეგუთის დასახლებაში დიდ სტუმართმოყვარეობით გამორჩეულ ოჯახში ცხოვრობენ. ენერგეტიკოსები აკეთებენ თავის საქმეს სამსახურში. სახლში აღარ არიან ენერგეტიკოსები, მე უკვე
ოჯახის უფროსები არიან ორი მამაკაცი, ორივე ერთად ბრუნდება და თავისთავად შემოაქვთ ღიარულება, სიცოცხლე, სიყვარული სახში, საღამოს ჩვენთან ყოფნას მართლაც არაფერი სჯობია. სულ კოსტუმრები, სულ გამუდმებით. ამჯერადაც სახლში მყავს ძმისშვილი ახალ დაქორწინებული და ესეთი ბედნიერი და ლამაზი ოჯახი გვაქვს. მყავს ყოჩაღი გრძალი, ძალიან აღარ უნდა თქვა, რომ ყოჩაღი აქვს. გელხვიძეების ოჯახში დავითის უფროსი ვაჟის სახით ახალი თაობის ენერგეტიკოსი იზრდება, პატარა კი ექიმობაზე ოცნებობს. როცა ბიჭები სკოლიდან ბრუნდებიან, სახლში მათი მეცადინეობისთვის შესაფერისი ატმოსფერო იქმნება. სასკოლოდ მომზადების პროცესში მშობლებიც შეძლების დაგვარად ერთვებიან. მომავლის განვითარებაზე აღებული ორიენტაცია ენერგეტიკოსთა ოჯახისთვის მთავარი პრიორიტეტია. ინდუსტრიული მაცნეს შემდეგ გამოშვებებში კვლავ გაეცნობით საინტერესო ადამიანების პროფესიულ და პიროვნულ შტრიხებს. თქვენ უყურებდით გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. შევხვდებით ერთ კვირაში. მომავალ შეხვედრამდე.